ეს არის ჩვეულებრივი გაზის გამათბობლის ბუნებრივი გაზის გადაყვანა პროპანზე და ეს ვიდეო იქნება ალბათ ორ ნაწილად. პირველი რაც აქ დავამაგრეთ არის ერთი T, ეს ნახევარინჩიანი T. თვითონ აი ამას პროპანის kits მოყვება. აი ამ kits მოყვება ბუშინგი. სამი მერვედი ბუშინგი. შემდეგ თვითონ სენსორი მოყვება, დაბალი წნევის სენსორი. ეს დაბალი წნევის სენსორი აქ გაზი, ასე ვთქვათ, უნდა გამოვთოთ აქ ორი რაც არის შეერთებული და სერიულად ჩავრთოთ. სერიულად ჩართვა ნიშნავს აი ეს შემოსული 24 ვოლტი ჯერ უნდა წავიდეს, გაიაროს აქ სვიჩი, გამოვიდეს უკან და რაც გამოვა, ის უნდა შევაერთოთ უკვე. უფრო სწორად რო ვთქვათ ახლა აქ, აი ეს არის 24 ვოლტი. 24 ვოლტი. 24 ვოლტი სანამ მოვიდოდა გაზვალვამდე, მანამდე გავატარეთ სვიჩი, წავიდა, მერე მობრუნდა ეს 24 ვოლტი და შევერთა გაზვალვს. შემდეგ მეორე მხარე ნეიტრალი. ნეიტრალი აქ ჩვეულებრივად რჩება, ეს ასე იყო. ამიტომ სვიჩი ჩავსვით, low pressure სვიჩი ჩავსვით სერიულად. ეს არის მოდელი. მანამ, სანამ აი ამ ყველაფერს გავაკეთებდით, რა თქმა უნდა, ორი ფისები გამოვცვალეთ. 1, 2, 3. მის უკან არის ორი ფისი. კონკრეტულად იყო აი ეს ზომა, რომელიც აქ არის დამაგრებული. ეს იყო ზომა, ხოლო ეს არის ბუნებრივი გაზის სამი ცალი. აი მაგალითად, სამი ცალი ორი ფისი იყო ბუნებრივი გაზის, რომელიც შევცვალეთ აი ამით. რამოდენა სხვაობაა ზომაში. აი ეს არის თხევადი გაზის, ეს არის ბუნებრივი გაზის. ეხლა მოვჭა რამოდენიმე, რა თქმა უნდა დავტოვებთ, ამ ძველებსაც აქ დავტოვებთ, ამას არაფერში არ ვიყენებთ. ანუ ეს გამოვცვალეთ პირველი 1, 2, 3 დიდები მოხსენით, პატარები დავაყენეთ, ბუნებრივი თხევადი გაზის. შემდეგ სენსორი დავაყენეთ. ეხლა შემდეგი პროცესი არის, აი აქ იყო პლასმასი, რომელიც მოხსენი და გამოვიდა სპრინგი, აი ასეთი სპრინგი. ეს პატარა. ეხლა თვითონ თხევად გაზს მოყვება აი ასეთი. ლურჯი ფერის არის ამ შემთხვევაში, შეიძლება სხვა ფერის იყოს. ეს სპრინგი ჩადის გაზვალვში და შემდეგ მას ეხურება თავი. ეს პატარა ეხურება. ახლა ეს არის სარეგულირო, რითაც ამას დავარეგულირებთ საბოლოოდ. როცა აპარატს ჩავთავთ, აი სპრინგი უკვე ჩავდეთ და ახლა მიაწვება ამ სპრინგს ეს სარეგულირო პატარა პლასმასი. აქ სუპერ ფრთხილად უნდა ვიყოთ. სპრინგი ბოლომდე ჩავწია, ასე ვთქვათ, შიგნით. ძალიან ფრთხილად, იქ დიაფრაგმა არანაირი ჩაჭერა არ შეიძლება არაფრის, რა თქმა უნდა. ახლა ეს უკან დავაგებთ. და უბრალოდ დავუჭერთ. ახლა ჩვენ არ ვიცით ჯერ ეს რამდენზე უნდა დავუჭიროთ. უბრალოდ რაღაც დონეზე დავუჭერთ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ მივაწებეთ liquefied petroleum თხევადი გაზი, ასევე კარების წინ მივაწებეთ ეს გაფრთხილება და ასევე მივაწებეთ, რომ ეს გადავიდა ბუნებრივი გაზიდან თხევად გაზზე. ეს ორი რაღაც. ასევე აი აქ ეს ჩვენ დავაკარით. ეს არის ინსტრუქცია თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ახლა შემდეგი ეტაპი იქნება უკვე წნევების გაზომვა. ეს არის ყველაფერი, რაც ეს
აქამდე უნდა გაგვეკეთებია და წნევების გაზომვა იქნება შემდეგი ეტაპი. ესე იგი, შემომავალი გაზის წნევა, რომელიც უნდა იყოს დაახლოებით 11 უფრო სწორად water column WC და გამომავალი უნდა იყოს დაახლოებით 10. 9.5 უნდა იყოს გამომავალი. ეხლა გავზომავთ აქ წნევას. შემდეგნაირად ხდება. აი ეს პორტი უნდა მოვხსნათ. რასაც აწერია out. აი აქ აწერია out, ანუ გამავალი წნევა, გამოსასვლელი წნევა. Okay. ეს ახლა არის ღია. აი ეს უკვე ღია. ეს და რა თქმა უნდა გაზი დაკეტილი გვაქვს. გაზის გაღება ჯერ არ შეიძლება. მაგრამ ღია ნიშნავს, როცა მე რომ ახლა გაზი გავაღო, აი აქ გამოვა. ამიტომ აქ არის ეს არის გამომავალის წნევა, ეს არის შემომავალი, აი ქვემოთ. შემომავალის გავზომავთ ქვემოთ და მას შემდეგ რაც გაზვალვს გაივლის, იმას გავზომავთ შემდეგ. ესეც გამოვიდა. თქვა უნდა აქ არის დაგარგვა არ შეიძლება. ზაკ. ახლა შევაერთებთ აქ პორტებს და გავზომავთ შემომავალ და გამავალ წნევას. არსებობს ერთ პორტიანი მანომეტრი და ორ პორტიანი მანომეტრი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მანომეტრი, რომელსაც აქვს ორი პორტი და ერთ პორტს, არ ვიცი ეს რომელია, პირობითად მარცხენა მაგალითად. მარცხენა პორტს შევაერთებთ რაც შემოდის. აი აქ. ასე დაერთდა. მარჯვენა პორტს შევაერთებთ გამომავალზე. აი უბრალოდ ასე. ეხლა აქ ეს უკვე გაზს არ გააპარებს. ჩავთოთ ეხლა მანომეტრი. და ეხლა ზომავს რაღაცას, ხო? ანუ გავანულებთ. გავანულებთ 0 გავანულებთ, ხო? ეხლა რო ჩავთოთ ჩვენ გაზი ჩავთეთ, კითხულობს 11.2. ანუ გაზის წნევას კითხულობს 11.2. ამ მომენტში მანომეტრი კითხულობს P1, ანუ შემომავალი. ეხლა თუ დავაჭერთ ხელს კიდე წაიკითხავს გამომავალი წნევა არის 0. 0, იმიტომ რომ ჯერ ჩართული არ აქვს, ანუ გაზვალვს ჯერ არ გაუღია ეს ყველაფერი. ეხლა ეს ჩაირთვება და ვნახავთ გამომავალ წნევასაც ასევე. უბრალოდ ჩავთავთ გამათბობელს და დავაყენებ თერმოსტატს მაღალზე. არ ჭირდება ეთყობა დაყენებულია. ეს ყველაფერი ხდება ასე ვთქვათ ლაივში. ეს ვერ მოხდება გამორთულზე. ეხლა ჩაირთო, ცდილობს რომ ჩაირთოს. მეორეც და როგორც ჩანს ჰაერია ჯერჯერობით. აი, ჩაირთო, ეხლა უნდა ვნახოთ წნევა 3.7. ცოტა. ამიტომ უნდა მოვუმატოთ წნევა, აი ამას ვატრიალებ აქ. ამით წნევა ემატება. დაახლოებით 10 უნდა იყოს. 9.5 მაინც. დავუშვათ 9.5.
შემომავალი წნევა. შემომავალი წნევა ცოტა დაბალია. ეხლა როცა უკვე ჩავრთეთ, შემომავალი წნევა დაბალია. გამოიყურება. რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი იქნება კომბასჩენის ტესტი, რომელიც აქ უნდა გავუკეთოთ და ზუსტად ნახავთ, რა გვჭირდება. ეხლა ამ ვიდეოშივე კარგი იქნებოდა თუ ჩავსვავ აი ამ კომბასჩენის ტესტს, ამით თან შეგვიძლია adjust-ი გავუკეთოთ აქ, სანამ დავხურავ საბოლოოდ. ამისათვის საჭიროა ეხლა გავხვრიტოთ მაგალითად აქ დაახლოებით დახრით უნდა გავხვრიტოთ. როგორც კი ფეხი მოიკიდა, ეხლა უკვე შეგვიძლია დახრით გავხვრიტოთ იმისათვის, რომ წყალმა არ იწვეთოს. სუნი გამოდის უკვე. ეს ახლა დავხურე. ტეიპით, წესით, სილიკონით უნდა დაიხუროს. ახლა ვეცდები ტესტის გაკეთებას. თვითონ ტესტის აპარატზე არის არჩევანი. აი მაგალითად დიზელი, პროპანი, აი ესა პროპანი. ვირჩევთ პროპანს. გადავდივართ აი აქ. ახლა უკვე იქ არის, ჩავთეთ ტესტი და ზომავს. არ ვიცი რამდენად გაზომავს. საკმაოდ მაღალია კარბონ მონოქსიდი. ამიტომ უნდა დაუკლოთ თუ არ ვჩნდები წნევას და ეხლა ვნახავთ ზუსტად რა მოხდება. აი მაგალითად ჩამოვიყვანოთ, დავუშვათ 9-ზე. წესით არ უნდა ცურავდეს აქ. მაგნიტი. ნახოთ, როცა დაიწია, მაშინ როგორ გაზომავს. მაღლა არის კიდევ კარბონ მონოქსიდი, მისი დარეგულირება საკმაოდ რთულია.
დავხურე დროებით, აქაც რო არ გამოიტანოს. ახლა ვარ გარეთ, სადაც გამოდის. რო თქვა, რომ ძალიან ცუდი სუნი აქ არ დგას. როგორც წესი, როცა პროპანი იწვის, სასწაულად აყროლებული სუნი აქვს. სასწაულად. ახლა ფაქტიურად მე მის ქვეშ დგავარ, რა თქმა უნდა, სუნი აქვს. მაგრამ ისეთი ცუდი არა, რაც მინახავს, რომ აი ფაქტიურად წაგაქცევს და ასე შემდეგ, ეგეთი არა, ჩვეულებრივი, ნამწვავი სუნი აქვს. ვიტყვი, რომ ეს ახლა კარგად მუშაობს. ჩემი აპარატიც მე მგონი ცოტა ურევს, როგორც ჩანს. შეიძლება აქ ნორმალურად ჩანს, ახლა შემიძლია ის გამოვთო იმისათვის, რომ აი ეს დავაგოთ უკან. ტესტის პორტები მოვხსნათ. კიდევ ერთხელ საინტერესო იქნებოდა ისი განულება. თავიდან გავაკეთებ ხა ერთ ტესტს. კარგი. ჩვენ ახლა ვიცით, რომ შემომავალი წნევა შემომავალი წნევა აჩვენებს 10.7. ვიცით. ახლა მეორე პორტი, პირველი პორტი, ანუ მეორე პორტი აჩვენებს 0. ახლა ჩაურთოთ აჩვენებს 8.8. შემომავალი 9.9. ჩემი აზრით ცოტას დავაბრუნებ, მაინც რჩენია. მას ეფარება ეს კავერი და ამის შემდეგ უკვე ფაქტიურად ტესტი დამთავრებულია. შემდეგი ეტაპი არის აი ამას ორივეს გამოვაძრობ, set screws დავამაგრებ და ჩაერთვებ.